მოგესალმებით მეგობრებო, იდეაში მე არ ვაპირებდი ამ თემისთვის ცალკე ვიდეოს გაკეთებას, ისედაც იმდენი ვიდეო დამიგროვდა, რომელზეც ტექსტი უკვე, სცენარი უკვე გამზადებული მაქვს. ძალიან საინტერესო ვიდეოებია, რომელთა უმეტესობა ქართულ ენაზე, ქართულ YouTube-ში საერთოდ არ გაჟღერებულა აქამდე. თუმცა მომიწია რიგარეშე ვიდეოს გადაღება, ვინაიდან უშინ ინტერნეტში გავრცელდა ძალიან ხმაურიანი სათაურის მქონე ინფორმაცია, რომ რომის ახალი პაპი ნახევრად ქართველია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მესიჯი კითხვა მომწერეს Facebook-ზე და გადავწყვიტე რომ ცალკე ვიდეო გამეკეთებინა და სადაც ერთიანად საჯაროდ უპასუხებდი ყველა კითხვას და ერთად გავარკვევდით ყავს თუ არა რომის ახალ პაპს ქართველი წინაპრები. სანამ ჩავუშვებით ვიდეოს, თითიან კურსორი მიარტყით ვიდეოს დალაიქებას, არხის გამოიწერეთ და დავიწყოთ. როგორც იცით, 2025 წლის 8 მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კონკლავმა ახალი რომის პაპი აირჩია. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. ისტორიაში პირველად იმ თანამდებობას ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი დაიკავებს, რომელიც ამერიდან ლეო მე-14-ის სახელით იქნება ცნობილი. ამ კარდინალის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი და სანამ ჟურნალისტები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დეტალის გარკვევას რომის ახალი პაპის ირგვლივ, მოდი დავუბრუნდეთ იმ Facebook პოსტს, რომელზეც არის ეს ვიდეო. პოსტში საუბარია ასეთ რამეზე. ციტატა: არ ვიცი ეს საოცრება როგორ ხდება ჩვენს თავს, მთელ მსოფლიოს ქართველები როგორ ვიპყრობთ, მაგრამ ფაქტია, რომის ახალი პაპის ისტორია კავკასიაში იწყება. ხმაურიანი დასაწყისია ნამდვილად პოსტის. მისი ბაბუა დედის მხრიდან გიორგი გაბრიელაშვილი წარმოშობით იყო გორიდან და 1921 წელს იძულებით ემიგრირდა. გიორგი ახალგაზრდა ქართველი ოფიცერი იყო, რომელიც 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძოდა. გაბრიელაშვილი თავის პროკათოლიკური შეხედულებებისა და დასავლური განათლების გამო სტალინისთვის ბევრად უფრო ადრე გახდა მიუღებელი. არსებობს დაუდასტურებელი, მაგრამ საკმაოდ ცნობილი ვერსია, რომ იოსებ სტალინს ბავშვობაში პირადად იცნობდა კიდეც. აი ამ თემაზე ჩვენ ვიდეოს მსვლელობისას უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და ეს მონაკვეთი დაიმახსოვრეთ. ვინაიდან ისინი ერთ დროს სწავლობდნენ სასულიერო სემინარიაში თბილისში. გადმოცემის მიხედვით გაბრიელაშვილსა და სტალინს შორის მჭიდრო მეგობრობა და შემდეგ მწვავე იდეოლოგიური კონფლიქტი არსებობდა. გაბრიელაშვილი მალულად რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი გახდა. სტალინი კი ბოლშევიკური ათეისტური გზით წავიდა, უწერია პოსტის ავტორს. 21 წელს წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ გაბრიელაშვილმა ოჯახთან ერთად კონსტანტინოპოლში ქართულ კათოლიკურ სამონაში შეაფარა თავი, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი ქალიშვილი მარგარიტა დაიბადა. მარგარიტა ამერიკაში გადავიდა, იქ იქორწინა ირლანდიელ ამერიკელზე ჯონ პრევოსტს და სწორედ მათი შვილია ლეო მე-14 დედის ხაზით ქართველი. აქ არ სრულდება ეს პოსტი. ავტორი ამატებს, რომ 2025 წელს როცა პრევოსტი რომის პაპად აირჩიესო, მან პატივი მიაგო თავის ქართულ წარმოშობას და საიდუმლოდ ინახულა ვატიკანის არქივებში არსებულ სტალინთან დაკავშირებული მასალები. ეს საიდუმლო როდის გამჟღავნდა, სულ 2 დღეა არჩეულია რომის პაპი, არ ვიცი. ასევე საუბარია იმაზე, რომ ლეო მე-14 ფარულად დაინტერესებულია კავკასიის კათოლიკური ტრადიციების გაძლიერებით და არ არის გამორიცხული მისი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ვიზიტი სწორედ საქართველოში განხორციელდეს. სულისარ მეგობრებო, ეს პოსტი, რომელიც ძალიან ვირუსულად გავრცელდა Facebook-ში, მე რასაც მივადევნე თვალყურით Facebook-ში, TikTok-შიც ალბათ მე არ შემხედრია სავარაუდოდ, მაგრამ Facebook-ში ძალიან ვირუსულად გავრცელდა. და რა გამოდის, რომ ამ პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ რომის ახალი პაპის წინაპრები გორელები იყვნენ? კომენტარებში დამითაგეთ מחარა და ვკითხოთ მისი გავლენები ვატიკანშიც იქნება ამიერიდან. ეს ამბავი პირველივე დაკვირვებით შეგვიძლია მოგვიჩვენოს ეროვნული სიამაყის წყაროდ ქართველი, რომელიც ძალიან გავლენიანი სტრუქტურის სათავეში დგას. თუმცა არის კი ეს რეალობა. მოვიმარჯვოთ ლუპა და მივყვეთ ინფორმაციებს. ჩვენ უნდა გამოვიკლოთ, ვინ იყო გიორგი გაბრიელაშვილი და ვინ არის რობერტ ფრენსის პრევოსტი. დავიწყოთ გაბრიელაშვილით. ისტორია ამ პოსტში ისე კარგადაა გადმოცემული, თითქოს დოკუმენტური ფილმის სცენარი იყოს. 1921 წელი წითელი არმიის შემოსევა საქართველოში, ქართველი ოფიცერი, რომელიც პროკათოლიკურ გზას ირჩევს და ემიგრაციაში მიდის. მერე კონსტანტინოპოლი, საფრანგეთი და ბოლოს ჩიკაგო, სადაც მისი შვილიშვილი რობერტ ფრენსის პრევოსტი იბადება და დღეს არის ის პაპი. თუმცა რეალურად პოსტში ნახსენები გიორგი გაბრიელაშვილი, ან მსგავსი სახელის ოფიცერი, დიპლომატი ან პოლიტიკური ფიგურა არც ქართულ, არც დასავლურ სანდო ისტორიულ დოკუმენტებში არ იძებნება. მაგალითად, როგორიც არის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცრების სია, ქართულ-ფრანგული ემიგრაციის არქივები და ასევე სტალინის ბიოგრაფიული წყაროები. აქედან გამომდინარე ვარაუდობთ, რომ სავარაუდოდ ეს პერსონაჟი გამოგონილია, თუმცა მივყვეთ ტექსტს. ახლა ყურადღება მივაქციოთ იმ ინფორმაციას, რაზეც პრინციპში მე ვიდეოს დასაწყისში უკვე გესაუბრეთ. ეს არის პოსტის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ გაბრიელაშვილი იოსებ სტალინს ბავშვობაში პირადად იცნობდა კიდეც, ვინაიდან ისინი ერთ დროს სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა აქ არის ასაკობრივი და გეოგრაფიული შეუსაბამობა. იოსებ სტალინი თბილისის სემინარიაში სწავლობდა 1894-1899 წლებში. გამოთვლებით 1921 წელს ოფიცერი გაბრიელაშვილი უნდა ყოფილიყო 20-დან 30 წლამდე, ანუ უნდა ყოფილიყო დაბადებული 1891-1901 წლებში. შესაბამისად, ორივე რომ ერთდროულად სემინარიაში ყოფილიყო, ეს ასაკობრივად შეუძლებელია. სრულიად შესაძლებელია, რომ მაშინ, როდესაც გარიცხეს სემინარიიდან იოსებ სტალინი, მაშინ დაიბადა გაბრიელაშვილი. ამიტომ ეს ნაწილი შეუსაბამოა და აქედან ვასკვნით, რომ სტუდენტობისას მათი ურთიერთობა არა რეალურია, ხოლო გადმოცემები სტალინთან მეგობრობაზე და კათოლიკურ შეთქმულებაზე აშკარად მემუარიული მითის ელემენტებს შეიცავს. ახლა გადავიდეთ მომდევნო მიგნებაზე. გაბრიელაშვილის შვილსა და შთამომავლებაზე დადასტურებული ცნობები არ იძებნება. მარგარიტა გაბრიელაშვილის სახელი არ ფიგურირებს პრევოსტის ბიოგრაფიაში და არ არის ნახსენები არც სხვა წყაროებში, როგორც მისი დედა. ან რეალურად არც ერთ წყაროში პაპის დედის ქართული წარმომავლობა არსად დასტურდება. შემდეგი კონტრარგუმენტი, ტექსტი გამოქვეყნდა Facebook-ზე, კერძო პროფილზე და არანაირი პირველ წყარო, დოკუმენტი, არქივზე წვდომის მტკიცება ან ციტატა არ მოყვება ამ პოსტს და აკლია მინიმალური დოკუმენტური დამოწმება. ახლა გადავიდეთ რომის პაპზე. რომის ახალი პაპი დაიბადა 1955 წელს ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში. ისევ როგორც ბევრი ამერიკელი, ისიც რამდენიმე თაობის ემიგრანტთა ოჯახიდანაა. მამამისი ლუის მარიუს პრევოსტი იყო სკოლის დირექტორი, თუმცა მანამდე მან მეორე მსოფლიო ომი გაიარა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ლუის მარიუსის მამა ყოფილა ფრანგული და იტალიური წარმოშობის ჟან ლანტი პრევოსტი, იტალიის ქალაქ ტურინის მახლობელი პატარა ქალაქიდან. დედამისი კი ფრანგი ქალი სიუზან ფონტენი ქალაქ ჰავრიდან. ანუ გამოდის, რომ მამის მხრიდან რომის პაპის წინაპრები იყვნენ იტალიელ ფრანგები. ახლა ვისაუბროთ რომის პაპის წინაპრებზე უკვე დედის მხრიდან. რომის პაპის დედა ყოფილა შავკანიანი კრეოლი სახელად მილდრედი. მილდრედის მამა კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე დაბადებული შერეული რასის ჯოზეფ მარტინესი, ხოლო დედა ასევე ახალ ორლეანში დაბადებული შერეული რასის ლუის ბაკიე ყოფილა. ანუ ამ ინფორმაციებით გამოდის, რომ რომის პაპის დედა არა ქართული წარმომავლობის, არამედ შერეული რასის მქონე ესპანურენოვანი ქალბატონი ყოფილა. გამორიცხული არ არის, რომ რომის პაპის მიერ სხვადასხვა ერების მშვიდობიანად თანაცხოვრების სურვილი სწორედ მის მრავალფეროვან წარმომავლობით აიხსნებოდეს. სხვა შორის, როგორც ირკვევა, რომის ახალი პაპი საკმაოდ აქტიურია პოლიტიკურად, ის მონაწილეობს როგორც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში, ასევე თავად არჩევნებში. პრევოსტს ორი ძმა ყავს და რა თქმა უნდა ამერიკულმა მედია საშუალებებმა ორივე ძმა იპოვეს და მათთან არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს. როგორც ლეო მე-14 ძმები ამბობენ, რეალურ კონკლავამდე მათმა ძმამ, ანუ მომავალმა პაპმა ამავე სახელწოდების ფილმს უყურა იმისთვის, რათა სცოდნოდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ნამდვილ კონკლავზე. ძმები ასევე ამბობენ, რომ მომავალ პაპს ბავშვობიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდლობა. სხვა შორის ერთ-ერთმა ძმამ გაიხსენა, რომ როცა პრევოსტი ან პირველ კლასში იყო, ან ბაღში იყო, მას ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ ის ერთ დღეს პირველი ამერიკელი პაპი გახდებოდა. ასე რომ 8 მაისის შემდეგ რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი მეთაური ყავს, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე და ასევე კითხულობს ლათინურად და გერმანულად. მე არ ვიცი კონკრეტულად რა იყო იმ პოსტის მიზანი, რასაც ეს ვიდეო მიეძღვნა, თუმცა ზოგადად სოციალურ მედიაში ასეთი ნარატივები ხშირად ემსახურება რამდენიმე მიზანს. პირველი ის არის ეროვნული იდენტობის გაძლიერება, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ქართველებს ხშირად გვიზიდავს იდეა, რომ ჩვენიანი მსოფლიო არენაზე წარმატებას აღწევს. თუ ეს რეალურია, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ ყველანაირად ჩვენიანის წარმოჩინებას, როგორც მსოფლიოში, ასევე მსოფლიოში წარმოჩინებული ადამიანის გაცნობას ქართველებისთვის. მეორე არის საინტერესო Facebook სათაური და დრამატულობა, ნახსენები იყო სტალინი, ვატიკანი და საიდუმლო არქივები, რაც ძლიერი ემოციური კომბინაციაა.
და მესამე, ზოგადად ეფექტურია ინფორმაციის გაბუნდოვნება ფაქტებისგან განცალკევებით, რადგან ზოგიერთი კითხველი შესაძლოა ვერ მიხვდეს, რომ ისტორია გამოგონილია. თუმცა ჩვენი არხი ასეთ ინფორმაციებს სხვა დროსაც ოძებნის და რეალურ ინფორმაციას შეადარებს. შემდეგ შეჯამების სახით ვიდეოს თქვენ წარმოგიდგენთ. თუ გსურთ მეტი გაიგო სამყაროზე, ადამიანებზე, რომელმაც შეცვალეს ისტორია, თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გამოიწერე არხი, დააჭირე ზარის ხილაკს და დარჩი ჩვენთან. ხომ გახსოვს შენთან ერთად ჩვენ ხან კოსმოსურ ხომალდებზე ავალთ, ხან მოგზაურებს დამოგზავრებით, ხან კი მეფეებს გავყვებით დიდ ომებში.